ეს არ მინდოდა რომ ისე დამეტოვებინა ეს ამბავი და მინდა თქვენს გითხრათ, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ესე ვთქვათ საქართველოში ხო ეს ძირითადად რაც არის ხოლმე რა ეს რა ქვია იმას რა გამომცემლობები რა რა ვიცი აი ვეძებ ხოლმე ვეძებ ამა თუ იმ წიგნს ვერაფრით ვერ პოულობ ესე იგი ერთხელ გამოიცემული ტირაჟით ძალიან საინტერესო წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი წიგნები საქართველოში რომელიც მართულ რაღაც ქართულ სულს, გულს და ისტორიას თუ უახლეს ისტორიას გამოხატავს თუ რაღაცა ძალიან პატარა ტირაჟით გამოიცა დაუშვით 90-იან წლებში და всё ერთხელ გამოიცა და მორჩა. მერე აღარ გამოდის. ანუ რაღაც კიდე მინდოდა იანგ სტალინის ახალგაზრდა სტალინი რო არის ხო ისეთ მონტეფიორეს წიგნი რა. იმის ყიდვა მინდოდა ისიც ერთხელ გამოიცა იმის მერე აღარ გამოდის რა არა და დაიტაცა ერთ კვირაში ყველამ და აი რატო რა გამომცემლობებს მინდა მივმართო რა რამე შეპისა გაქვთ ზემოდან რომ რაღაცნაირად ეს წიგნები არ გამოიშვას რაც დაუშვათ იმათ არ უნდათ რომ გამოიშვას თუ აი რატო აი მაგალითად ეხლა მხედველობაში მაქვს რატო დავიწყეს ერთ ამაზე ლაპარაკი რა აი ეს წიგნი ილია ჭავჭავაძე ესე ქვია ეს არის გიორგი აბაშიძის წიგნი აგი აბაშიძის ძალიან მაგარი ლიტერატურის ლევან აბაშიძის მამის წიგნი არის ეს ილია ჭავჭავაძე პრინციპში ეს არის ძალიან დიდი ხნის ნაშრომი და კვლევა იმაზე ნუ წარმოიდგინეთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იჯდა ეს ავტორი ბატონი აგი აბაშიძე ეთყობა იმაში და ამ ძველ სტატიებს დროება იქნებოდა თუ ივერია იქნებოდა თუ რაღაცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა ამას რა იყო ის პერიოდი რა მე-19 საუკუნის ბოლო მე-20 საუკუნის დასაწყისი და როგორ მივიდა საერთოდ ილიას მკვლელობამდე სიტუაცია რა და ეს აქვს სულ აი ამ მიმოწერებით ამით მიდის ძალიან საინტერესო წიგნია ნუ აი მე არ ვიცი ეს წიგნი როგორ არ უნდა იყიდებოდეს და როგორ არ უნდა იყოს ეს ტირაჟით გამოცემული რა თუ გინდათ რომ ადამიანებმა გაიგონ სიმართლე რა ხდებოდა როგორ ხდებოდა რა იყო მაშინ რა პერიოდი ეხლა სულ რაღაცა აი ლიბერალი იყო ილია ის აი საერთოდ რა ძალიან მარტივად და ძალიან აი როგორ გითხრათ რა ისე თითქოს აი წაიკითხეთ უბრალოდ ეს წიგნი ძალიან ვთქვათ გამომცემლობებს დაბეჭდონ ეს წიგნი რა აქ წერია ყველაფერი რაც იმ პერიოდში ხდებოდა რა და რასაც უკეთებდნენ ილია როგორც ბრძოლობდა ილია ამ ყველა ესე ვთქვათ მაშინდელი აკაცუკების წინააღმდეგ აი ყველაფერი არის აბსოლუტურად და ვინ ედგა გვერდში კიდე რა აი იმ ეპოქაში რომელ ეპოქაშიც აი ისეთი ადამიანები ცხოვრობდნენ ხო როგორიც იყო რა ვიცი ვაჟა-ფშაველა აკაკი წერეთელი ის რა ქვია რა ვიცი იაკობ გოგებაშვილი ხო დავით სარაჯიშვილი აკეთკი რა ყველა ძალიან ბევრი ხო მიხეილ ჯავახიშვილი და ასე შემდეგ რა და როგორ ბრძოლობდა მარტო აი ამ გაზეთით რა ივერიით რა და ორი კიდე ძალიან შინაური და ძალიან მებრძოლი ადამიანები ყავდა კიტა აბაშიძე იყო ერთ-ერთი აი ამ აგის ბაბუა დიდი ლევანის დიდი ბაბუა და არჩილ ჯორჯაძე. მეტი სხვა ესე იგი საჯაროდ აი ამ პოლემიკებში და აი ამ საშინელ ჩხუბში და ომში პრინციპში მაშინაც აი ეს საჯაროდ არავინ არ ედგა ილიას გვერდში რა. ანუ რისი თქმა მინდა რომ მაშინაც რაღაცნაირად ქვეცნობიერად იმხელა ბულინგი მიდიოდა ამ ახალ იდეებთან დაკავშირებით და აი ამ იმასთან და პროლეტარებო ყველა ქვეყნისაში მაშინაც ხალხს ეშინოდა რომ თუნდაც ილიას გვერდში დადგომოდა და მასთან ერთად ებრძოლა რა. ეს წიგნი არის ძალიან მაგარი მაგალითი იმისა რომ მაშინ რა ხდებოდა რა. აი ზუსტად აი ასახავს იქაურ სიტუაციას რომ აღარს დაგჭირდებათ მე იმაზე ვიღაცისგან გაგონილი ვიღაცისგან მოყოლილი და რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა და სხვა თუ არაფერი ეს წიგნი მაინც გამოეცით რა გამომცემლობებს თქო რა. ან რა ვიცი კულტურის სამინისტროს თქო არ რაღაცა რა მოკლედ ეს წიგნი არის გეტყვით ახლა რა აი უბრალოდ არც ვიცი ხა ესეთი რამხელა ტირაჟით გამოვიდა ყოველ შემთხვევაში ძალიან პატარა ტირაჟით გამოვიდა დიდი ტირაჟით არ გამოსულა და ერთ დღეში თუ ორ დღეში გაიყიდა ეს ყველაფერი რა
აი და თვითონ წერს რა ეხა ბატონი აგი რომ წინამდებარე წიგნში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი მომენტებია მოკლედ მიმოხილული და მოცემულია ცდა განისაზღვროს მისი როლი საქართველოს ახალ ისტორიაში. შედარებით ცლად არის წარმოდგენილი ილიას წინააღმდეგ ქართველი სოციალ-დემოკრატთა ბრძოლის ისტორია, რომელიც საბჭოური რეჟიმის დროს აკრძალულ თემას წარმოადგენდა და სადღეისოდაც მხოლოდ ფრაგმენტულადაა შესწავლილი. განხილულია აგრეთვე ილიას მკვლელობის გარემოებათა შესწავლის ამჟამინდელი მდგომარეობა. წიგნი განკუთვნილია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებითა და მოღვაწეობის დაინტერესებული მკითხველთათვის რა. ძალიან ბევრი რამე მაქვს წაკითხული ილიას გარშემო, რაც გამოსულა რა, მაგრამ ესეთი მაგარი კვლევა რაც აგიებაშთის აქ დაწერილი, მე პირადად არ წამეკითხია და გირჩევთ ყველას და პირველ რიგში გამომცემლობებს, რომ ეს წიგნი გამოუშვეს თუნდაც მომავალი თაობებისთვის, რომ მიხვდნენ ისინი რა ხდებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, მე-19 საუკუნის ბოლოს და ილიას საქმე როგორ მივიდა საბოლოო ჯამთან წიწამურამდე რა.